ინტერესი თუ იქნება შემდგომში დიალოგში ყველაფერს გეტყვით ნაკლებად საზღარო. რა იყო ხოლმე ამხასეთის ომის შექმნეს ადაგველაპარაკეს, ველაპარაკებდა ყოველთვის მესამე მხარე რუსეთის სახით და ერთმანეთის საუბარი ზუსტ ჩვენი ნათქვამი არ მიდიოდა სწორად აფხაზეთთან, აფხაზეთის ნათქვამი არ მიდიოდა ჩვენთან სწორად. აი ეს ამის გამო მოხდა ჩვენს კონფლიქტი. ქართველებში ყოველთვის ეს პრობლემა რომ მოგვეცინე ერთმანეთს და ამ დღესაც იმდენი პირობა მოვაცემდეთ რომ ის ხდებოდა აქ შუა და მოусვენდნენ ერთმანეთს მაგრამ თუ მაგალითად ჩვენგან არ ექნება აში თვითონაც არ გააკეთებია და ძალიან ვთქვათ რომ ამან მიზანის რომ მიაღწიოს ამ დისკუსიამ ძალიან ვთქვათ დიალოგის მაგიდასთან მოვიყვანეთ ორი განსხვავებული თაობა როგორც არის უხუცესი და ახალგაზრდა თაობა რომელთან შორისაც გაიმართა დისკუსია ამთან დაკავშირებით ჩვენი იმედი გვაქვს რომ ეს ბავშვები ახალი ბავშვები რომელიც დღეს არის საქართველოს არწყო და ხოლ საქართველოს მომავალს წარმოადგენენ უამრავ ინფორმაციას მიიღებენ უხუცესი თაობისგან რომელიც აქტიურად იყო თვითონვე ჩართული ომში პირდაპირ თუ არაპირდაპირ და ამ გამოცდილების საფუძველზე შეეცდებიან რომ ახალი გზის გაგრძელებით და დაწყებით საქართველოში ეცვალონ უამრავი კარგი საქმე უკეთესობისკენ. ახალგაზრდებისგან ძირითადი დაინტერესება წამოვიდა უშუალოდ აფხაზეთის კონფლიქტის დაწყების მიზეზებთან დაკავშირებით, მათ დაინტერესებდა თუ რა გახდა მიზეზი აფხაზეთის კონფლიქტის დაწყების და დამსწრე საზოგადოებამ ასე ვთქვათ სხვადასხვაგვარი შეფასება მის ომის დაწყების მიზეზებს და ეს საბოლოოდ საინტერესო დისკუსიაში გადაიზარდა. ყოფილივართ პასუხით და ძალიან მოხარულები ვართ რომ მივიღეთ აქ მონაწილეობა და ამ თაობასთან ამდა შეხვედრა და ძალიან ყოფილები ვართ. რატო კონფლიქტი არ ხედავთ კონფლიქტი არ არის ეს არის მოგონებული რაღაც ხელოვნურად შექმნილი სიტუაცია